როგორც ვთქვით, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს იბარებენ დაკითხვაზე. ამასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება გვაინტერესებს ბატონო ზურა, როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის და წარმომადგენლის. იმ პირობებში, როდესაც ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი ევროპაშიც, თვითონ შეერთებული შტატებიც მუდმივად გვიმეორებს, რომ საქართველოში ეწყდა სამუდამოდ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანკარისწორება. ასეთ პირობებში პრეზიდენტ სააკაშვილის დაბარება პროკურატურაში ეს არა მარტო თვითონ პრეზიდენტ სააკაშვილისადმი ან ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობისათვის გადამტებული თეთრი ხელთათმანია, არამედ ეს არის გამოწვევა თვითონ შეერთებული შტატებისა და ევროპის. შეიძლება ბიზნეს ევანიშვილს ეგონოს, რომ აი ახლა პუტინი ჩადის გაუგონარ ქმედებებს მთელ ჩვენ რეგიონში, ჩადის ამას უკრაინაში და ამის მიუხედავად მას ეს გასდის, ამის მიუხედავად შეიძლება ბიზნეს ევანიშვილს ეგონოს, რომ მას ეს გავა, იმიტომ რომ პუტინს გასდის ის ყველაფერი, რასაც ის ჩვენ რეგიონში აკეთებს, რასაც ის აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ პუტინმა მთლიანად ამ რეგიონში და ივანიშვილმა დღევანდელ საქართველოში ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ისინი ამ ქმედებებზე აუცილებლად აკეთებენ პასუხს და დასავლეთის იმ სამყაროს პასუხი, საიდანაც ჩვენ ვესწრაფით, რომ რომლის წევრიც უნდა გავიქცეთ. სამყაროს პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური ამ გამოწვევაზე.